მოგესალმებით, დღეს სურს ვისაუბროთ წიგნზე, რომელიც გამოიცა 55 წლის წინ და გახდა ბრიტანული მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი ძეგლი, კერძოდ ყვავი, მისი ცხოვრება და სიმღერები ტედ ჰიუზის ავტორობით. სხვათა შორის ეს ჩვენს ვიდეო ჩარტვებში არის მეორე წიგნი, რომელიც ვიად რატიანის მიერ არის თარგმნილი, რის გამოც რა თქმა უნდა, მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. ტედ ჰიუზი დაიბადა 1930 წელს, ის გახლდათ პოეტი, თარგმნელი, საბავშვო მოთხრობების ავტორი. ის გახლდათ არაერთი საპატიო პრემიის მფლობელი, არაერთი საპატიო სიის წევრი, კერძოდ ერთ-ერთი ასეთი არის New York Times-ის გასული საუკუნის 50 საუკეთესო ავტორი. იგი კოლეჯში შეისწავლიდა ბალადის გავლენასა და მნიშვნელობას, თუმცა რამდენიმე ლექციის შემდეგ შეწყვიტა სწავლა, რადგან მიიჩნია, რომ ასეთი ტრადიციული და კონსერვატორული შესწავლა პოეტური ტექსტისა მისთვის დესტრუქციული აღმოჩნდებოდა და ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა ნოვატორი მართალიც აღმოჩნდა, მისთვის ეს კონსერვატორიზმი და აკადემიზმი აღმოჩნდა ნაკლებად საინტერესო და საბოლოოდ მას შექმნა კიდევაც სრულიად უნიკალური ფორმების ალექსო, რომელიც გარკვეულწილად უნდა ითქვას, რომ ბალადის ხასიათსაც მათ შორის ატარებს. So the crow is a sort of extra man, a shadow man. He's a man to correct man. But of course he's not a man, he's a crow, and he never does quite become a man. ცალკე აღნიშნვას იმსახურებს კრებულის გარეკანი, რომელიც ეკუთვნის ლეონარდ ბასკინს, იგი გახლავთ ამერიკელი სკულპტორი და მხატვარი, თუმცა სანამ ბასკინზე ვისაუბრებდით, დავუბრუნდეთ ადამიანს, რომელმაც ბასკინს შთააგონა ასეთი გროტესკული და ცოტა დამთრგუნველი ნახატი. კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ ტედ ჰიუზი გადავიდა ლონდონში, სადაც საკმაოდ მრავალფეროვანი რეზიუმე დააგროვა. იგი მუშაობდა მებაღედ, იყო ღამის დარაჯი, მუშაობდა ზოოპარკში გალიების მრეცხავად, სადაც ჰქონდა ცხოველებზე, ეგზოტიკურ ცხოველებზე ახლო დაკვირვების საშუალებაც და ყველაფერი პრინციპში რაც ტედ ჰიუზმა ცხოვრებაში გაიარა, მისი ცხოვრების ბიბლიოგრაფიის პირველ ფაზაში ძალიან უშუალო გავლენას პოვებს, მათ შორის ერთ-ერთი საკულტო ლექსი ტედ ჰიუზის გახლავთ იაგუარის შესახებ, რომელიც მართლაც იმხელავე ადგილს იკავებს ტედ ჰიუზის შემოქმედებაში, როგორც ცალკეული ლექსი, როგორც მაგალითად ბლეიკთან ვეფხვი, მისი მეორე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი არის ნარცისების შესახებ, რომელიც მებაღეობიდან შემორჩენილი გამოცდილება, კლდეები, რომელსაც ბავშვობაში თავის პატარა ქალაქში უყურებდა. მოკლედ იმის თქმას ვცდილობ, რომ როდესაც ტედ ჰიუზის შემოქმედებას კითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება გექნება, თითქოს ყველაფერი, რასაც ეს კაცი ხედავს, გადის პოეზიის პრიზმიდან. მისთვის არ არსებობს არაფერი ყოფითი. არაფერი არ მთავრდება იმითი, რომ უბრალოდ არსებობს, ყველაფერს აქვს გაგრძელება და ეს გაგრძელება არის ტედ ჰიუზის პოეზიაში. 55 წლის წინვე კრებულის გამოცემიდან მალევე New York Times-მა ფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეჯამება გააკეთა აღნიშნული კრებულის, როდესაც დაწერა, რომ ყვავი ხდის სიბნელეს აღქმაც და ის ამავდროულად ირეკლავს სიბნელეს, რომელიც დედამიწას გულზე აწევს. Black is the girl lying on the bed of the blood. Black is the earth globe 1 inch under, an egg of blackness, where sun and moon alternate their weathers, to hatch a crow, a black rainbow, bent in emptiness, over emptiness, but flying. კიდევ ერთი პარალელი, რომელიც ბლეიკთან ამჯერად უფრო ახლო შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ ბლეიკის მსგავსად ტედ ჰიუზი ახერხებს და თავის დროში ახლიდან ქმნის მითოლოგიას. როდესაც ვკითხულობ ტედ ჰიუზის ყვავს, გვიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს არის ანტიკური დროიდან მოყოლილი მითების კრებული და არა თანამედროვე ადამიანის მიერ დაწერილი ლექსები. ის ახერხებს, რომ თითქმის მოატყუოს ჩვენი ცნობიერი და შემოგთავაზოს ეს ისტორიები, როგორც უძველესი ლეგენდები. თუმცა, რა თქმა უნდა, ბლეიკის და ტედ ჰიუზის როგორც შემდგარი პროდუქტის შედარება არ იქნებოდა მართალი, მე მაქვს საუბარი მათ მიდგომებზე, უშუალოდ ლექსის წერის პროცესთან მიმართებაში. საინტერესო ფაქტი არის, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კრებული არ არის არც პოემა, არც ბალადა, არც რაიმე მსგავსი, არც ერთი თითქოს განგრძობითი შინაარსი გააჩნია,
თითქმის შეუძლებელია რომელიმე ცალკეული ლექსის სრული ღირებულება აღიქვათ, უკი მას ამოვიღებთ და განცალკევებულად წავიკითხავთ. ტედ ჰიუზის ჩანაწერები უხვად არსებობს პოეზიის მოყვარულთა საბედნიეროდ და მისი ბიოგრაფიის არ მცოდნე ადამიანიც კი თუ კი მოისმეს იმას, რანაირად კითხულობს ეს კაცი ლექსებს, როგორი არტისტის მით დარწმუნდება, რომ ნამდვილად ძალიან ქარიზმატული, ჭეშმარიტად არტისტული ძალის მატარებელი ადამიანი გახდათ. Death, who is stronger than the will. Death, stronger than love. Death, stronger than life. Death. But who is stronger than death? Me, evidently. ის ტრაგიზმი, ის სიკვდილისადმი მინჯაჭულობა, რომელიც ტედ ჰიუზის ამ კრებულში არის, არ არის შემთხვევითი აღნიშნული კრებული დაიწერა. მას შემდეგ, რაც სილვია პლათმა, ტედ ჰიუზის მეუღლემ სუიციდით დაასრულა ცხოვრება. ტრაგიზმი, რომელიც თან ახლდა ტედ ჰიუზის პირად ისტორიას, ძალიან ფართო ასახვას პოვებს აღნიშნულ კრებულში და შეიძლება ითქვას, რომ ამ კრებულიდან იწყება ტედ ჰიუზის შემოქმედებითი ახალი ფაზა, მეორე ფაზა, რომელიც უკვე შორდება რაღაცა ბუნებასთან პირდაპირ ურთიერთობას და გადადის ის ჰუმანისტურ და ქრისტიანულ გამოწვევებზე, რომელიც ხშირად ლოგიკურ აბსურდამდე მიდის. სილვია პლათის და ტედ ჰიუზის ურთიერთობა ცალსახად პოეტური იყო არა იმ დასასრულის გამო, რომელიც მას გააჩნდა, არამედ იმ ნიჭის გამო, რომელსაც ორივე ადამიანი ატარებდა, ეს ურთიერთობა ცალსახად დარჩა ლიტერატურის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წყვილის ისტორია. ალბათ ყველას გვიფიქრია, ან გვსმენია, ან მქონია მსგავსი მსჯელობა, რომ მითებს უკან დგას რეალური ისტორიები, რეალური პერსონაჟები, რომელიც შემდეგ უკვე ლიტერატურული ხერხებით გახდნენ ღმერთები თუ ხარისთავა არსებები. თუმცა ტედ ჰიუზი გვიმტკიცებს იმას, რომ მითი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ დროს იზოლირებულად ნებისმიერი ადამიანის და მით უმეტეს რომ პოეტის მიერ. ასე რომ თუ კი მოგწონთ სიმბოლიზმი, თუ კი მოგწონთ მითოლოგია და რა თქმა უნდა თუ კი მოგწონთ პოეზია, აუცილებლად გირჩევთ რომ წაიკითხოთ ტედ ჰიუზის ყვავი, მისი ცხოვრება და სიმღერები.